never running out of steam. And yeah, I'm the pastor, but I'm a heathen. I gotta get it beat. Some bereavement. We ain't just in the lead, we the leads and pushing it till we siege every region. Pedal the flow, middle of the clip, let the head of the know. I got the temperature. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თუ მე მიყუროთ, ესე იგი უხეში ტესტ დრაივის არხზე ხართ. ამ ვიდეოში ძალიან ბევრ რაღაცას ნახავთ, იმიტომ რომ სიახლეებით დახუნძული ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ. ამ ვიდეოში განახეთ Mustangs, ახალი Mustang-ი დიზაინი შეცვლილი. ამ ვიდეოში ასევე ნახავთ თუ როგორ ჩამოგვივიდა ჩვენი პიკაპი, ერთად მივალთ და ერთად ნახავთ თუ რა ავტომობილი ჩამოგვივიდა. პლუს მაგას ვიდეოს ბოლოს ჩვენ გავათამაშებთ დანაპირებს საწვავს 200 ლიტრს, რომელიც გადმოგვცა ვისოლმა დარჩით არხზე და აკომენტარეთ ხოლმე ყველა ვიდეოზე და თქვენს ავტომატურად მიიღეთ მონაწილეობას გათამაშებაში. და რა თქმა უნდა, ვინც cover-ი ნახეთ, ეს ვიდეო ეძღვნება ჩიკოს, იმიტომ რომ ჩიკოს ავტომობილი უნდა ვაჩუქოთ. მოკლედ, წინა დიზაინი, იცით რომ გავაკეთეთ ჩვენ ვიდეოები ბევრი გაქვთ, ანუ Mustang-ის საწყობაში იყო ის დიზაინი, როგორ გავაკეთეთ, როგორ მივედით Lux Auto-ში, როგორ გაკეთდა სერვისში, როგორ მივიღე მონაწილეობა, რა გავაკეთეთ, ჩვენი შეჯიბრი ჩავატარეთ და ასე შემდეგ, მაგაზე მოყოლას აღარ დავიწყებ. ძალიან მომწონდა ის დიზაინი, აი ბევრი ვიცვალეთ მაგ დიზაინზე, ულამაზესი იყო ახლოდან, მაგრამ დრიფტი ცოტა სპეციფიური სპორტია და ტრიბუნიდან რო უყურებდი მაგ მანქანას, შორს ცოტა შავთეთრი იყო, აი მკვეთრი ფერები მაკლდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ ეგ ლამაზ დიზაინი ამეხია და რაღაც კაშკაშა ფერები შემომეტანა. ნუ კაშკაშა ფერებში პირველ ადგილზე რა თქმა უნდა წითელი იყო, იმიტომ რომ ჩვენი ლოგოები და ყველაფერი და ჯოები და მაისურები იქნება თუ ჰუდები იქნება, ყველგან რაღაც წითელი ზოლები მაინც გვაქვს. ანუ წითელი და შავი არის ჩვენი ფერი. გადავწყვიტე რომ მეტი წითელი უნდა გადამეკრა ამ მანქანაზე. ექსპერიმენტი ჩავატარეთ პირველი ეტაპისთვის ესე გამოიყურება ჩვენი მანქანა. ანუ მთელი მუღამი ამ მანქანის ის არის რომ ტრიბუნებიდან, ფოტოები და ვიდეოში, აი შორიდან რო უყურებდე მანქანას, რომ ჩანდეს და ანათებდეს მანქანა. რა თქმა უნდა, უფრო შედარებით ოდნავ მარტივი დიზაინია, ვიდრე პირველი იყო, იმიტომ პირველზე აი არ ყველაფერი ქონდა. 2 სანტიმეტრი არ იყო გამოტოვებული, სადაც რაღაც არ ქონდა ჩაკვეხებული, რომ ყოფილიყო აი ზერთული დიზაინი. თუმცა შორს მაინც ჩავთეთრი ჩანდა, ამ ტრიბუნიდან რო უყურებდი, მანქანა არ ჩანდა ისე როგორ საჭირო იყო. ეს არის ექსპერიმენტი. ეხლა პირველ ეტაპზე მივიღებ მონაწილეობას ესე, მერე ვნახავ კიდე რეები არ ჩანს, რა ჩანს, რა გამოჩნდება, ან ცუდად რა გამოჩნდება. ერთი არის რომ ახლდან უყურებ მანქანას და მეორე არის რომ შორიდან კვამლში რომ მოდის ეს ხვირი და ნახევარი გვერდი და ტრაკი რო აღარ ჩანს, აი ზუსტად მანდ უნდა ჩააქსოვო შენი რაღაც წარმოსახვის უნარი და ნიჭი, რომ მანქანა ლამაზი იყოს დრიფტში. გადავწყვიტეთ წითელი Candy Red არის ხვირზე გადაკრული. აქ ავირჩიე ესეთი ლურჯი, მოცისფრო შეიძლება ცისფერია, შეიძლება ლურჯი ქრომი არის, ზოლებით გამოვყავით. მგონია რომ შორს უნდა გამოჩნდეს ეს ყველაფერი. შუაგული კაპოტის არის შავი და ქრომის წარწერები აქვს, სტიკერები ჩვენი სპონსორების და ჩვენი უხეში. გვერდზეს იგივენაირად მოდის შავი, წითელში, ეს წითელი რაც არის, ყველგან არის Candy Red. ეს ლურჯი დავაკარი აქ ეკვრება იდეაში ღონისძიების სახელი და გვარი მრბოლელის, ანუ ღონისძიების სტიკერი უნდა დაეკრას. ამ ყველაფერს რომ დავაკრავთ, ვნახავთ, მე შეჯიბზეს რომ მივიღებ მონაწილეობას და რომ გამოვალ. საბოლოო ჯამში თუ არ მოგვეწონება რაღაცებს დავამატებ, თუ პირიქით კარგი იქნება ესე დავტოვებ, ან ამოვაკლებ და ერთი სიტყვით ექსპერიმენტი არის ეს. ცოტა ჭუჭყიანია, იმიტომ რომ ეს დიდი ხანი იდგა, ეხლა დაბრენდის მერე ფარეხში ვყავდა გაჩერებული, ამ მანქანით ყოველდღე არ დავდივარ და ცოტა რთულია ამ მანქანის გარეცხვა, ვინაიდან არჩუშები არა აქვს, არაფერი ყველგან დაჭრილი არის და უბრალოდ სამრეცხაოშია შეაგდო და კერხერი მიაგდო, ეგრე არ გამოდის ხოლმე. ეხლა ცოტა ხანი Mustang შევეშვათ, ეს Mustang-ი ისედაც ნანახი ყავთ, მაგრამ მე ვთვლიო წითელი ცხვირი ამ მანქანას ძალიან უხდება. გადავიდეთ უკვე ჩვენ ნაყიდ ავტომობილზე. Mustangs ძალიან ბევრჯერ ნახავთ, ვინ შეჯიბრებებში იღებთ მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრზე საქართველოს ჩემპიონატზე ვაპირებ გამოსვლას. როგორ მივიღებ მონაწილეობას, ეგ არ ვიცი, კარგად უცუდათ, მაგრამ ამ ლამაზ მანქანას საქართველოს ჩემპიონატზე თქვენ აუცილებლად იხილავთ. რაც შეეხება პიკაპს, რომელსაც ველოდებით რობოტთან ერთად რო ვიყიდეთ კავკასიის ავტოიმპორტში, უკვე ჩამოსულია. ეხლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ იმ კადრებზე, თუ როგორ ჩამოვიდა და როგორ დავხვდით მაგ მანქანას. ანუ ჩემთვისაც სიურპრიზი იყო და დღევანდელ ვიდეოში თქვენთვისაც სიურპრიზი იქნება. წავედით, დავხვდეთ ჩვენ პიკაპს. იმენა საჯიპო ამინდია რა. ან ჯიპს უნდა ხვდებოდე, ეხლა დასალევად უნდა მიდიოდი. ან ჯიპში ჯდებოდე და მე მიდიოდე დასალევა. აი, მოსახევი ამინდია სადღაც კურორტზე. იმენა და რა ხდება ამ დროს? რა ხდება და არ ვიცი. შენ იცი, შენ იცი, ვეჭველი და რობო მიცის, მაგრამ მე არ ვიცი. ძაღლი ჟელი იყო, ძაღლი ჟელი იყო არის. ეხლა მივდივართ, მოკლედ ჩამოდის
ინკოგნიტო, მორიგი ინკოგნიტო. მორიგი ინკოგნიტო მანქანა ჩამოდის. ოღონდ თბილისში. ხო, და სხვათა შორის ჩვენი არხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის გაბარიტების ავტომობილი უნდა იყოს. ეგეთია ნუ ჩანაფიქრი და დაგავორი. ხო, დაგავორი არის ეგეთი. სულ სპორტული მანქანები ჩამოყავდა ასე თუ ისე და ერთი ამე ბრუტალური მანქანა მჭირდებოდა და არხსაც მჭირდებოდა საინტერესო იყოს, იმიტომ წელს ბევრი რაღაც ხო დაგეგმილი და მაგ ყველაფერს ჭირდება ესეთი მანქანა და აი ნახოთ ეხლა რა იქნება. მოკლედ ეხლა მივდივართ კავკასიის ავტოიმპორტის ეს ტერმინალია, სადაც მანქანები ჩამოყავთ და იქ ვნახავთ პირველად რა შევიძინეთ. ხო, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრჯერ ჩავედით კონტეინერის გახსნას დავხვდით და ასე შემდეგ და დაღეჭილი გაქვთ, იმიტომ ეგ ინფორმაცია გვინდოდა რომ გვეჩვენებინა თქვენთვის როგორ კეთდებოდა ხოლმე და უკვე რამოდენიმე ვიდეო ეგეთი გადავიღეთ და ყველაფერი ავხსენეთ დეტალურად თუ სად ჩამოდის, როგორ ჩამოდის, როგორ ტვდები, როგორ გამოყავთ და ასე შემდეგ. გადავწყვეტ რომ ეგ აღარ გადაგვეყო და უბრალოდ თბილისში დავხვედროდით და ეხლა მივდივარ რომ პირველად ნახო კავკასიის ავტოიმპორტის ტერიტორიაზე სადგომზე დგას მანქანა და აი თბილისში ვარ უკვე მივდივარ რომ ნახო ეგრევე მივხვდები ახლა განა რამდენი დიდი ჯიპი უნდა იყოს. ამიტომ მეც თქვენთან ერთად გავიგებ. თუ ვერ მიხდები რამე ნამიოკეს მოხცე მე არ ნერვიულე. ეხლა ბევრი იდგეს იმენ გამოსტერდები. დავედით. აი გაჩი გივა ეს Toyota შევარჩიეთ რა შენთვის რა. ეგ არის ილოცავ ძმა. რაჭირს ერთი ნახო. დაში ბამპერი უნდა ძმაო, ფარი. აი უკვე შემიძლია. და ხადავოში 1-2 გიტარა იქნება. ესე იგი, Ford-ი და Ford-ი. ანუ Ford Raptor-ი და Ford Mustang. ხო, ბორტალი გავხსოვდი, ნახო. ო, რაღაცა. არა, ესე არ ეთყობა მაინც. ო, რაღაცა ის. მაგრამ აუ, დაზიანო ფაქტი. ღია, აბა ნახე სალონში ხდება რა. იმენა. მოერგე ერთი, აბა. მე ნაჯახი მინდა და ეგ. ისე მონიტორი ჩაირთო შეჭა. მონიტორი ცოცხალ. შემიკა. ერთი არა. ესეთი აღარ გამიგია, ამერიკიდან მანქანა ჩამოვიდეს და დაიქოქოს რა აკუმულატორია. შემოწოთ არ მინდა. ვაწოლო, მაგრამ აი ძალიან მაგარ ვიცი. აი ძალიან. ესენი მოყვება ხოლმე თუ ესეც რა? ყველას არ მოყვება. ანუ Raptor-ებშიც არის კომპლექტაციის მიხედვით არის რა. შეიძლება Raptor-ი ყავდეს, მაგრამ რაღაცა არ ქონდეს. ამას კი ყველაფერი არის. საბურავი ალბათ გახეულია და იმიტომ მოხსნეს. იმიტომ რომ უბრალოდ რომ გადადრომოდა დაბერავდნენ ახლა საას. შეიძლება დისკია გატეხილია რაღაც. მაგას რო ამოვიღეთ. მაგას გავაკეთე. კაი, всё, შევაგდეთ, წავიღეთ, ხო? თუ თავისი ხოვდეთ გინდა წაიყვანო. ეგრეს ნუ განაგლდები ახლა. სიამოვნებით, მაგრამ ვერ აუ, ძალიან დამევასა. რა უნდა დაურეკო რობოს. რობო. იმენა ლაუდსპიკერზე ხარ, აი უმაგრესი მანქანა. აი უმაგრესი მანქანა. დავქოკეთ, ხო იცი, ბიჭო? დაიქოკა დაჟე. ეხა დეში ვთხრით და წავიყვანთ იმენა. ეგ არის რა ვაშ. კარბონებშია, პახოდო კარბონ, მაგრამ შენ კი ნახავდი. ბენგის საუნდია შეჩემა. არა, შენ კი ნახავდი ყველაფერს, მაგრამ აი ფული არის. აი ვაფშე ყველა, აი Raptor-ში ყველაზე მაგარი Raptor-ია. ძალიან კაი, ძალიან კაი. ძალიან დიდი მადლობა, ეხა გადავიხდი და მე ისედაც კი გნახავ და დაგირეკავ. იმენა ძმაო, რაც იცი ძმაო რა. მიდი როგორ. კაი, კაი.
ბენგის საუნდს არ ველოდი შეჩემა. ესენი კარბონის რო აქვს, ესენი ნახე მე. ნახე კარბონი. იმენა. ხო, ესენი ნახდია, მაგრამ ანუ ტოპია რა. მოიცადე წამი. პანორამა ქონდა იმას ჩვენ რო გადავიღეთ, აღარც მახსოვს. მოგეთ, თავარი დანიშნულება ამანქანეს არისო Ford Mustang-ი უნდა ვატარო, პრინციპით, ჩასაბმელით, იმიტომ რომ ვაპირებ წელს ცოტა გავერთო შეჯიბრებებზე და ნუ მაგისტვის ანუ ძალიან კომფორტულია, ადრეც მყავდა მე ჯიპი, იმაზე ვაბავდი ხო, აი 36 რო გამოვდიოდა და ძალიან კომფორტია საქართველოს შემოვიარდა. პლუს მაგას შეჯიბრს რო თავი დავანებოთ, ხო, თავის რეგიონებში ჩასვით. ჩვენ ტური დავგეგმეთ ამ წელს და მაგ ტურისთვის ამ მანქანაში მე მგონი ყველაფერი ჩაეტევა, რა ვიცი ხა, რა ვერ უნდა ჯგანა რა უნდა წავიღოთ ამ მაგდენი ვერ ჩაუტიოთ. ამიტომ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდება წინ. ყველაზე მინდოდა Ford-ი. იმიტომ რომ ნუ Ford-ი თან Raptor-ი და არა პროსტა F-Stop-ი. Mustang-ი და F150 Raptor-ი, აი იმენა პიზდეს, უკვე ვხედა. ესე დავხვდით ჩვენს ავტომობილს, რა ვიცი, მე მგონი ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს, ძალიან გამიხარდა და გეტყვით რატო გამიხარდა. პიკაპი ბერონაირია, მაგრამ ნუ ვინაიდან Ford-ი მყავს drift car-ი, მინდოდა რომ რაღაც მაკეტკენ წასულიყო. რამდენად შევიძენდით, არ ვიცი, მაგრამ მინდოდა მაკეტკენ წასულიყო, ეხლა მდინარეზე მიცოდა და იქ რაღაცები ჩამეწყო ეხლა ეთქობა როგორ ჩანს. ეხლა რო წარმოვიდგინოთ, აი Ford Raptor-ი ბრუტალური, მერე პრინციპზე Ford Mustang-ი და აი დროშები და აი იმენა ვოუ იქნება. ძალიან ასწორებს. ვინაიდან ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ავტოსპორტით დავკავდით, ადრე პროექტები იყო ხოლმე საერთო, ანუ საერთოს გულისხმობ რომ რაღაც საპროექტო მანქანას ყიდულობდით ხოლმე ერთად, ანუ პროექტის ავტომობილი იყო და მე როდესაც თავდებოდა ეს პროექტი ყიდით. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გადავინაცვლეთ როლები, მე დრიფტზე გამოდივარ, მდინარეზე ტრაკზე გამოდის, აქაც დასამალი აღარ არის რომ ეგ Raptor-ი მე ძალიან მჭირდებოდა და ნუ მე ვიყიდე ეგ Raptor-ი, ეგრე გამოვიდა რომ ეს მანქანა ვატარო და რა თქმა უნდა საქართველოს ტურში მაგას გამოვიყენებთ. ხოლმე საქართველოს ტურში არა, ბევრ ადგილას სადაც წავალთ ხოლმე, იმხელა პიკაპი აქვს, რასაც გვინდა ჩვენ ინვენტარს შევყრეთ. არ ვიცი რანაირად გადანაწილდა ეს ყველაფერი, კი იცით ამერიკული მანქანები ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ გასართობია, მაგრამ რავი, ეგრე ძალიანაც არ მიყვარს. ამი ამერიკული მანქანა ყავს მე. დინარაძეს გერმანელები ყავს M4 და GTS-ი, ბრუტალური GTS-ი და რა ვიცი, გადატენელები ვართ ერთი სიტყვით, აი ამ სეზონს მაგრად ველოდებით. მოვიგებთ თუ წავაგებთ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი ცეცხლი უნდა დავანთოთ. აი ჯოჯოხეთის ცეცხლი უნდა გავატაროთ ყველა. ყოველ შემთხვევაში ვეცდებით. ეხლა გადავიდეთ თავზე, რის გამოც დაკლიკეთ ეს ვიდეო. ან თქვენ ნახეთ ჩიკოს გახარებული სახე და რაშია საქმე ეხლა. ჩიკოს ყავდა პირველი სერია, ბევრ ვიდეოში გამოჩენილა და ჩიკოს ისედაც ეს BMW-ები, ნუ BMW-შნიკია, ჩვენ არსე ყველა ეგრე ისნობს და ზოგადად ეს BMW-ების რა თქმა უნდა ძალიან უყვარს, ვის არ უყვარს BMW. ეს პირველი სერია გაყიდა ჩიკომ და აი რაღაცნაირად ჰაერში დარჩა, უმანქანო დარჩა. ეგ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, ჩვენი გუნდის წევრია ჩიკო და ვერ დაუშვებთ იმას, რომ BMW-შნიკს BMW არ ყავდეს. ეგ არის როგორ გითხრათ, რავი, არ ვიცი. მე დრიფტის გარეშე, რავი, დინარაძე დრაგის გარეშე. ჩვენი მაყურებელი, ანუ თქვენ უხეშ ტესტ-დრაივის გარეშე. ამიტომ ეგ არ დაუშვებელია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი აი ჩიკოს რომ მოუხდება თან. ვიცი რაც ევასება რა და ორივე ვიცი, ნუ სულ აპარაკობდა ხოლმე ეს პატარა BMW-ები ევასება და მეორე სერია ევასება მაგრად. ანუ მაგრად ევასება და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩიკოს გადავცეთ, ანუ უყიდოთ მეორე სერია. ჩიკო მიცის, რომ ჩვენ ვყიდულობთ მეორე სერიას რაღაც პროექტისთვის. დაურეკე უკვე ნავაპარაკები მაქვს, მე და მდინარეზე ველაპარაკეთ იმას, რომ ახალი პროექტი უნდა დავიწყოთ და გვჭირდება 235, რომ აი ტრეკზე ვიგაზავთ. არ აქვს მნიშვნელობა ავტომატიკა იქნება თუ მექანიკა იქნება. ჩვენ გვინდა რომ ტრეკზე ვაგაზავთ და რაღაცები ვიფანტაზიორეთ ერთი სიტყვით და ჩიკო მიცის, რომ პროექტისთვის ჩვენ უნდა შევიძინოთ მანქანა. იცის რომ გავაფრთხილე რომ დავათვალიერეთ საიზე რა მანქანები იყიდება და გამოყვეს ასარჩევად ვიდეოს ვიღებთ. მაგრამ არ იცის რომ იმ მანქანას რომელსაც ავარჩიოთ, იქნება თავისი. ასევე უნდა უთხრათ ის რომ ნომრები ჩვენ რაღაცეები რაც დაკავებული მქონდა ისეთ მანქანას გვიყენია, ბევრი მანქანაა ჩემს სახელზე და უნდა უთხრათ ჩიკოს, აი შენ ხო ქონდა ის ნომრები რო გაყიდეთ თუ რა მიაყენ 05 და 500 ქონდა, რომელიმე თავისუფალი თუ აქვს, ვეთქვი რომ ეგ მანქანა თავის სახელზე გადაიფორმოს და ის ნომრები გადაარტყას. აი რო გაიფორმეს მაგ მანქანას, იქიდან რო გამოვა და რო იტყვის, იო, ბიჭებო, ყველაფერი მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ერთად წავალთ, აი მაგ მომენტში ვეთქვით რომ ეგ მანქანა არის მაგისი.
ჩიკო გავრცელებული ყავს, რომ დღეს უნდა წავიდეთ და ავტომობილები დავათვალიერთ, იმიტომ ბევრი არც დევს საქართველოში ვეძებთ პირდაპირ აი სიურპრიზი რაც არის და ვიყიდეთ გადავეცეთ. ანუ აქ ვეძებთ მანქანას და რამოდენიმე ვარიანტია სულ მეორე სერიების. ეხლა დაურეკავ ჩიკოს, ვეთყვი რომ უკვე მოვიდეს, იქ სადაც შევთანხმდით რომ უნდა მოსულიყო, აქ რო ვართ არ იცის, Mustang-ს გავაჩერებთ, გადავждებით ადამიანურ მანქანაში, უხეშ test drive-ს X-ში გადავждებით და წავალთ უკვე ჩიკოსთან ერთად მანქანების დასათვალიერებლად. ეს ის გამახსენს გათამაშება რა, გამზდე. ჩუქრი თქვენ მოიგეთ ავტომობილი. ჭორაობს, ჩიკუა რა ერთ რაღაცაზე ჭორაობს. ჩემი სამუშაო ოფისი როგორ მოგწონს, ცოტა დურდომია ინა. ჩიკო! ბიჭო, ეხა გიოც მოვა 2 წუთში და ჩემს სახლთან მოდი რა, როგორც შევთანხმდით. ხო, ხარასო, კაი, ერთი ათწუთი დამჭირდება და მეც მოვა. კაი, გეულდებით, ხო, მიდი. მოგეთ მოვა ეხა, ჩავждებით ყველა ერთად და სის მიხედვით წავალთ. ერთი რაც ვნახეთ, ერთი ძალიან მოგვეწონა და ნუ სურათებში ეხა ლაივში რა იქნება არ ვიცი და მაგას ბოლოს შემოვინახავთ. წავედით, დავაპარკინგებ ეხა Mustang-ს და გავგაზოთ. You shake that up, I know these love you. Throw some cash on you, blow a bag on you. She want Benihana, the f is Mickey D's. It's VVS around my neck and I can barely breathe. All that mean mugging, that's how my team coming. რა იცის რა ელოდება. მოდის მოვა. არო ბიჭები. რო ხადა ამის პეტლის კონუცეს ვიბალბოს რა. რა გინდა? ვიღებ შეჩემა რა იყო BMW-ს რო ყიდულობს ადამიანი არ იცი რომ და გადაიღოს? დასწმია ძმაო რა დაგხვდება რა ერთი სიხარულია რო ყიდულობ მე აღარ გიხარი. მეორე აღარ მოყვება. ის არის გავიკეთე. გააქვთ ნომრები რამე თუ მოვიძიოთ გზა და გზა. გამოუყევი რა ის სურათებით ვიცი. მეთქი უკვე რაღაცა არის, შო სურათებით. კაი ვარიანტები ავარჩიე. დაგს ჩვენ გვინდა 35 ხო უეჭველი. უეჭველი. სასურველია მექანიკა, მაგრამ ნუ ავტომატიკად შეიძლება. დასტეიჯებ ძმაო. აჰა ძმაო 480 ცხენიოში ვერ ამოაგდო იმენა კომპეტიშენის ცხენები. აუ დაურეკოთ. ხო კომპაქტური თესლი მანქანა პატარა მე მევასება და ტრეკზე რაღაც გადავარდება არ დაგენათ. ალო გამარჯობა. განცხადების თაობაზე კი რეკავთ M235 წიდით რუხს. კი ბატონო, ტერიტორიულად სად არის მანქანა და როგორ მდგომარეობაშია? მანქანა არის სამფელოში. აჰა, რა თმაო, თბილისში ვეძებთ ჩვენ. კარგი, მადლობა ბოდის შეწუხებისთვის. სუთელავია, სუგულავია, მაგრამ არ გამოვა ძმაო. არა, აგერა, ხა, ძმაო, მექანიკა თეთრი 95 გარბენი. მე ამოვარტყავთ თუ რამეა. ამოგარტყმევინებ. აჰა, ძმაო, ნახე, მანქანა არის კარგი მდგომარეობაში შეცვლილი აქვს, charge pipe, down pipe, უყენია იმენა, იცის მინეტი, იცის ჟონეტი. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. განცხადებასთან დაკავშირებით გირეკავთ M235 წიდით, ხო? ჩემი ბიძაშვილიც არის ოღონდ. ხო და მოდი ნომერს გამოგიგზავნი, გიგაქვია და ურეკე და ერთად კი ბატონო, ერთადერთი რაღაც მაინტერესებს მანქანა თბილისში თუ არის? თბილისში თუ არის? დიახ. ამჟამად მცხეთაშია, მაგრამ თბილისშიც რა თქმა უნდა არის. კი ბატონო, კარგი, თუ შეგიძლიათ რომ ნომერი მომწერო და დაუკავშირდები და სახელიც მომწერეთ გიგა. ეხლა გამოგიგზავნით. მადლობა. ნუ აქვეა. ოფიციალური და თავაზიანი ხარ. აბა, ეგეც ვერ გწნობ ხოლმე. ამომარტყმევინოთ ხო უთხარ. ანუ რატო ვერ ურეკავთ, იცი? ძმას მითითებული აქვს შეჭმა დამიკავშირდით 19 საათიდან 23 საათამდე შეჭმა. გაი. ოპა, შენ ძმობას გასამბაჟებელი წავა? კი. შენ ძმობას მიცაო, შეხედე. ეგ ბოლოს ნახოთ, იმიტომ ყველაზე ძალიან მომეწონა. ყველაზე ძალიან თუ მოგეწონა, მაშინ შემოთავაზება გვაქვს, გიგა მოგწერა. 91 მილი, გამოდის სადღაც 240 კილომეტრში გარბენი. ხო, მაგრამ ავტომატიკები ცოტა, ავტომატიკა, რეკავ ყველგან. რომელი ჯობია? რა ერთ მექანიკა პროსტა ხო, რა ეხა შენ რომ მოსიყიდე.
ბიჭო, თუ ეს ბიჭო, მექანიკა შეჩემა, იმიტომ რომ ეხლა რა გაუღიზიანებ, ოფლი წამოგივა მარჯვენა იღლიაში, მაგრამ ხო ის მე მექანიკები მიყავს ყველაფერი. არ უნდა ახალ მანქანის გაკეთება. ალო, გამარჯობათ. განცხადების თაობაზე გირეკავთ M235 წიდით, როგორც ვიცი. ტერიტორიულად შეიძლება მანქანის ნახვა და მანქანა ეხლა თელავში ყავს თქვენს სათხად ტერიტორია. თბილისში ვართ ჩვენ და გაზებია თელავში 235. თბილისში თან არ არის პრობლემა იმას ვიზავანო ჩამოვიყვან, მაგრამ აი ზუსტად გავაკოვე ხარ. არა, კი ბატონო, კარგით, მოდით იცით როგორ ხნათ, თუ გადავწყვიტავ მე თვითონ დაგიკავშირდებით. მთელი მეორე სერიები გაზრდეს ხო თელავში? შეჩინო. ალო, გამარჯობა, თქვენი ნომერი მომცავთ თქვენ მახლობელმა განცხადებასთან დაკავშირებით გირეკავთ მანქანაზე. სად შეიძლება რომ ვნახოთ? მანქანა არის წილკანში, თვითონ რაიონში. წილკანში? კარგით, აი დაგირეკავთ მაშინ და თუ გადავწყვეტო და შეგახმიან. კარჩო, თბილისში 235 ვერ მოვნახეთ, ხო? იმენა, ვერ ამოვა. კარჩო, ეხა ერთს ნახავთ და იმასაც ვიქნებით. დარეკე რა და იქ ნახოთ. ამას ვერ უკავშირდები, მითითებული აქვს დრო, თან ახლა შეგმოსა. არა, იმთეს დაურეკე მექანიკას, გაივიძე რომელიც რა. ვნახოთ ეგ მაშინ რა. ხო, ამანაც კახეთში ვარ. სურათებში ყველაზე ძერს კი ეგ იყო და კიდე ერთი იყო. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. განცხადების თაობაზე გირეკავთ M235 წიდით. აი ავტოზე ვნახე. მანქანა სად იმყოფება? სად შეიძლება ნახვა? თბილისში არის მანქანა, ლიგვაში სასამართლოს კარგი, მადლობა და მაშინ ახლა ერთ 15 წუთში მოვალთ და რა ვთქვი, შეგიძლიათ ლოკაცია რო გამომიგზავნოთ და მოვალ ზუსტად მანქანასთან. კი ბატონო, ჩაგიდეთ ლოკაციას და მე ვიქნები. კი ბატონო, კარგი. ო, ეგ არის. ეგ არის, ჰელი დავითრიეთ და წავედით. აი, აქ მიპარკინგდეს. ჰელი დავითრიოთ და სასამართლოს უკან გამოვაგზავნეთ ლოკაციას და ხო რა და მივადგეთ პირდაპირ. ჩვენი ტერიტორიაა. შენ მომდას ვიცაო. ბიჭო, აი უნდა წახვიდე მარჯვენა. და სადღაც 200 მეტრში არის მარცხნივ შესახვევი. ხედავ. შეძაისო. უბიცას ხედავ. მე. აი აგერ არის. ხო რა ვიცი. ხელოთ? გაბონფაბა? გაბონფაბა? ბიჭო, კაი ვიზია, მინდა გითხრა. იმენა, შენ ძმობას პიცავარ, მანქანა სახელი რო ერქვა ჩიკო იქნება. არა, მაგარ ვიზია. თან წითელი სალონი. ფერიც ისაა რაღაცა, მარგალიტი. კაცში. ესეც უნდა გამოჩნდეს რა, ჩვეულებრივი თეთრი არ არის. აქაც ისაა აქ. ამოწობილები. გამარჯობა. კი, ნახე, ვიხლოპები რამე მოცანცარა, ესე ნეტა იცოდე ვებედები. არ იცი, აელოდები. არა, გაივიძი. თქვენი მაყურებელი ვარო, გენდობითო რაც გინდათ, ქენით როგორც გინდათ შეამოწმეთო და. ავედით მეტი ეუნებს. მოიცა დავათ მარია. მენა დამ. გამიღერთი მეც. ო. აჰა. იმენა. ის გასუფთავებ და რო ზუსტად ეგ სალონი. კი. ზუსტად. მოხწონს? იმე, შეძლობას ვიცი. არა მოარტყამდი მეორეში. ძანსვეში, ხო? კი. შენ რო გეოსება, კარბონში კი არის ამოწობილი. ეს ნაღდი კარბონია. წითელი უხდება, მაგრამ. ო, ესეც ნაღდია. ეს არ არის. ეს. არა, ეგ არის. ალიბაბა ალბათ, რა ვიცი. ეს არის, რას გაიგე? ბიჭო, გაივიძია. დაკოკე. ეს რა არის? კონტროლერია? რაღაცა ჩალი არის. იო სისტემა გააზარი არა. აბა წაუგაზავე. დრაკონ. ვიტო. ახალია აბა კაპო.
ბიჭო არ არის ქარხნული. აა დიდი ალბათობით გამშვები რაღაცა ბენვეშნიკურია. ეს ემოთხზე გადავიტანო. ლურჯი შლანგები ჩქარი იქნება უეჭო. შეჭენ ზეთის კრიშკაც კი იმენა. არა, ცოტში რაღაცა ძალიან ისია, ხო? ცოფია, ცოფი? არ ვიცი, ნახე, შიჭპადოს კა რამე. დისკები ძალიან თესლი ვუხან. კაჩკა იმანთან. როცა ძალიან დაბალია, თუ? დაბალია. ისეთია. ვიძზეა. არა. პადოსკა მაინც გვინდოდა. ცოტა არა, ცოტა მერე ასაწევი იქნება, იმიტომ რომ არ მგონი ესეთი ხისტი იყოს, მაგრამ პადოსკას მივხედავთ. არა, სალონი ძალიან სვეში. იმენ ახალი ვითო. ბილი არ. ბიჭო, რა კარგად დადეს. ფუცუ არის? კი. აი წას. ენკია სპორტზე გადაგიხსნა. ხასი ცხენი. всё, სპორტ პლუსში ვართ. რა მაქვს გაკეთებული? არ ვიცი, ესევე ჩამოვიდაო, აირბა გაუხსნელიაო და ჩემთვის მინდოდაო და. მე მომწონს. აი, შეხავს შეჩა, აღარ და იმენ დავაღმუიო. რანაირად არ უნდა ვიყიდოთ ახლა, რანაირად არ უნდა ვიყიდოთ ახლა. GS-ი რო ხდება აქ წითელ სალონში, წითელი ჯო. შენზო სპეციალ. მე გაისუნი უნდა ძმაო. მივიდეთ ახლა, ისა შენც გაიარა ერთი რა ნახე. შენებურად მე BMW-ზე შენ უნდა ნახო რა. დაახი. და თავარია გარბენი 280,000 არა აქ იმ სოროჩესზე ვითვენ. ბიჭო. იმენა ყველაფერი შეგვიმოწმე ძმაო რა. ამოწყე ერთი. იმენა რო კითხვის ნიშანი რო აღარ იყოს, კაია თუ ცუდია. მაგარ ვიცი. ოსა ნელაი პატარა ორმო რამე არ წააფიქინო. ტუჩი არ გაგვიტეხო ძმაო. სკამი ჩაწია ეგრე გაგცხო ერთი. თავი ჩანს მარტო თესლის ათვალე. აი გაატარე ჯერს. ტორმოზებიც ნახე M4-ს რო ქონდა ისეთი აქ. ნედაო? всё, ტრეკზე გამოგვადგება. არა, ტრეკისთვის ტრეკ რედია, კაროჩე რა. ფიქრობ. გამოყლებდა. გააჯვით ოგვეთქო. არა, ეხა უკვე უჭორი საყიდელია, აზრი აღარ აქვს. კი მე ვასებით, მაგრამ ეგრე ძალიანაც არაა ოგვეთქო. არა, მაგარი. ვიღეთ. всё, ეხა უთხარი რომ всё გადავაფორმატო და შენზე გავაფორმატო შენს. ხო. თვითონ რა სიტყვით ეგ მაინტერესებს. თორე უეჭველი ასაღებია. ნახე. იმენა ჩიკოა ჩემი. შემო. ნახე, მილიმეტრში გამოვიდა. ხო? რო გვარ გაიჯვი ცოტა. არა, მაგარჯანზე. გამოვიდა რა სიტყვა. არ დადის, ბიჭო, მაგრად დადის, იმინა უთესლესია შემწმობა. მე უმრავლესობით გადავწყვიტე. აი, პროსტა რაღაცა უნდა შეამოწმო, თორე კი, აი მართლა მაინტერესებს. ძრავი დადის ჯანზია, ხო დაბლოკა გერძო? კი, დაბლოკა რა საწავიდო. იქ მე მეორეშიც დაბლოკა და ეს. რაღაც დიწრეზე დაკუნთულია, რომ მოდიოდი ეხა გარდა რომ იმენა დაკუნთულია, წვირი იმენა. მაგარ ვიცი. ხო და მაგიტო, ანუ ვითომ არაფერი, მაგრამ ანუ ეს რაღაცა რომელი საათი დახედე? წავედით. ვიღობშივე გავავედი. 13 ნახევარი გამოდისო რა, გამბაჟებითო რა. მოგწონს ყველას. ბიჭო, ხო, აი 3 კი აქვს, წავედი. всё, წავედი. მოიცა მაშინ იმას ვიზავ. გიორგი. მოკლედ მოვიყვანეთ
ჩვენი ახალი საპროექტო მანქანა, რომელიცაც უნდა დავანგრიოთ ყველაფერი, ამას კიდე გავაკეთებ და ვაი, უნდა ვარბენინოთ, აგერ არის გასაღები, ჩვენი ნომრებიც გადავარტყით და ყველაფრისთვის არის მზად, მოკლედ ეს მანქანა. გამეთანხმებით, რომ ეფექტურია. რაც მოუყევი იდეალური იქნებოდა მაგ პროექტისთვის, მაგრამ ჩვენ უკეთესი დანიშნულება მოუძებნეთ ამ მანქანას. უხეშის ბრელს დაკიდებ და სულწვანეზე ჩიქსე! გაიგინე. მართლა? შეძმობას მიცავა. ემიდედა. შეძმობას ვტენი. მართლა? იმედია გეღე და ვეშავ თელი ვიდეო ხმავე რა მოვიგებ ნერვიულობდი ჯეჭი და არ ჩუქდი თორე მართლა დაიჯერა არ ვავაზრებ წესიერა ჩეჩემა ვერ იმენ მეთქი რა ტრეკის მანქანა უთხრდა ის 1000 ეჯაჯგურება სიძახის პაკრიშკას ვერ ვცვლი ამის დედა სკარი ვერ დავამთავრე და იმან დრაგსტერზე ჩალიჭე რა ტრეკისთვის ვისწავლე ო და კი ვიცახი მეთქი რას გავიკატავეთ მეთქი ვითომ და ემე დედის მელია ვისაც არ მოსწონს იმის პირში შევე გილს არის იასნა ყვევიდა რაპტორს მივხედო. აი საქმე რო არ იყოს, ამდენი უკეთესი იქნება. ხო არა? მაინც გასაკეთებ. ჯაჯეთი დავედი. ცოტა ხანი შევისვენეთ ეს ემოციები დავაწყნარეთ, მაგრამ ეხლა გრძელდება ჩვენი ვიდეო, იმიტომ რომ შიგნით აყენია ჩვენი პიკაპი რაპტორი. ამ ტერიტორიაზე მინდა გესაუბროთ, იმიტომ რომ წინა ვიდეოებში მე ვახსენე, რომ აქ მიდის უკვე რებრენდინგი, აქ გადმოვიდა ლუქს ავტო, გაერთიანდა, მაგრამ აქ ბევრი სიახლე არის და ეს სიახლეები მინდა გაგაცნოთ. თქვენ ხედავთ, რომ რემონტი მიმდინარეობს, აქ მიდის ახლა რემონტი და აქ იხსით სად რა სივრცე იქნება. პირველი ასფალტში მოხვდებოდათ, ეს არის ესეთი ლამაზი შავი შუშები, ეს იქნება მიმღები ავტოგრაფის. ვიზუალით შეეცვალა, მაგრამ აქ ბევრი საფიქრალი იყო, ეხლა რომელი სახელი დარჩენილი იყო, იმიტომ ლუქს ავტო და ავტოგრაფი რო გაერთიანდა, ეხლა ორი სახელი ვერ დარჩებოდა და გადაწყდა, რომ ამ სივრცეს იგივე მისამართია, ისევ დიღომში ვარ. ისევ სასამართლოს უკან არის, ისევ იგივე შენობა, უფრო გალამაზებული. აი ესე იქნება გალამაზებული მიმღები. და რა თქმა უნდა ავტოგრაფის მაგივრად დაეწერება ლუქს ავტო. ეხლა უკვე შიგნით შევიდეთ და განახეთ კიდე მეორე სივრცე, სადაც იქნება ავტომობილების დაბრენდვა, დამცავი ფირების გადაკვრა, ფერის შეცვლა და ასე შემდეგ. მოგეთ აი აქ ესესი არ გემახსოვრებათ, ნუ კი აქ იყო სივრცე, სამალიარო იყო, იქ რაღაცა გაშკუკა მიდიოდა სერიოზული ამბები, მაგრამ ეგ უკვე შეიცვალა. აქ იქნება ავტომობილების ფირების გადაკვრა, დამცავი ფირების გადაკვრა და რაც ეხება მაგ ყველაფერს, აი მაგ სარეკლამო ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგას რაც ეხება, გადაკვრებს ყველაფერი იქნება ამ სივრცეში. ნუ აქეთ რა თქმა უნდა სერვისად დარჩება ყველაფერი როგორც იყო, უბრალოდ უფრო გალამაზებული. აქაც მეორე სართული იქნება. და აი ამ ქაოსში ჩემი მანქანა რა თქმა უნდა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. აი რობოტზე არის შემოყენებული. ხო, რობოტზე რატოა შემოყენებული, მაგას საგიხსნე ხა, წავიდეთ. ამ რამიანი მანქანების, ან უზარმაზარი ჯიპების, რომლებიც არის რამაზე, რამიანი მანქანების პრობლემა ის არის, რომ აი სადაც არ უნდა მიარტყა რამეს, ეგრევე რამა იღუნება. აქაც იცოდით, რომ დაზიანება ქონდა აქ და პატარაზე ნიშნავს, ანუ არა აქვს მნიშვნელობა 10 სანტიმეტრით იქნება თუ 1 სანტიმეტრით რამა გაღუნული, რამა უნდა გასწორდეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეგრე ვაკეთებთ ჩვენ მანქანას, რომ იყოს იდეალური და ქარხნულის პარამეტრებს აკმაყოფილებდეს. მაგისთვის სპეციალურად არის აი ესეთი უზარმაზარი სამაგრები, აი ამაში უნდა დამაგრდეს ეს ამ მანქანის რამა, რომ იყოს იდეალურად დაფიქსირებული. მე ველაპარაკე, ვინც ამ მანქანაზე იმუშავებს და ამიხსნეს, რომ თავარი არის, რომ მანქანის დაფიქსირება. მანქანა თუ ვერ დააფიქსირა რობოტზე, მე რამდენიც გინდა ჭიმე და რავი მოაწექი და გადააწექი, უნდა იყოს დაფიქსირებული. მაგისთვის არის შექმნილი აი ესეთი სამაგრები. ეს სამაგრები შეაჯდება ამ რამას, საკმაოდ ძლიერი რამა აქვს, ანუ 10 სანტიმეტრიანი არისო და ეგ არისო, ნუ საკმაოდ დიდი რამა არისო.
ყველა ვერ აკეთებს მაგას, იმიტომ რომ ძალიან რთულია ესეთი დიდი მანქანის, ანუ ესეთი უზარმაზარი რამის გასწორება და იმ პარამეტრების დაკმაყოფილება, როგორც გამოუშვა სიტყვაზე Ford-მა. ამ შემთხვევაში Ford-ზე ვილაპარაკოთ. როგორც უკვე ნახეთ, რომ დავხვდით ამ მანქანას, დაზიანება ბევრი ისეთი არაფერი არ აქვს, ის ნაწილებიც შევიძინე, როგორც კი ჩამოვიდა მანქანა, დავათვალიერეთ, აქ აგრეთ სხვაზე ავიყვანეთ ის ნაწილები, რა გვჭირდებოდა, რა გვჭირდება, შეუკვეთე უკვე ჩამოსულია. ჩემი მეგობარი დამეხმარა მაგაში, აი კოროტის კაპოტი სადაც შევიძინეთ, ავტოსტარიდან, დუბაიდან. გამომიგზავნა და ეგ 4 დღეში აქ გამეჩნდა ყველაფერი. ყველა ნაწილი მაქვს Raptor-ის წეს სიტყვით. Raptor-ი ძალიან მალე იქნება, მე როგორ გაკეთდება და როგორ მიიღებს თავისი იერსახეს, მაგას რა თქმა უნდა განახე და აი ამ პრინციპით რო გაგიტრაგეთ, ეს არის ჩემი პრინციპი. ვისაც გახსოვთ, რომ აი ადრე გამოდიოდი ხოლმე შეჯიბზე E36 რომ მყავდა, იგივე პრინციპი არის ეს. უბრალოდ აქაც კი ხელი შემეშალა იმაში, რომ გაგანიერება მოგვიწია ამ პრინციპის და გეტყვით რატომ. Mustang იმდენად განიერი აღმოჩნდა წინა ბაზა, წინა საბურავების, რომ ანუ ფიზიკურად არ ყოფნიდა ამ პრინციპს ზომა. 2 მეტრი იყო, საკმაოდ განიერია 2 მეტრი, ანუ აი სტანდარტულზე დიდი არის და Mustang-ის ბორლები წინა ბაზა იყო სიგანეში 2 და 20-მდე. ამიტომ მოგვიწია ესეთი ლისტების დამატება, მე აქ შევღებეთ და ნუ, კაი ვიძია, ჯერჯერობით კაი ვიძია. უკან და უყენდება კიდე ახალი სტოპები დიდხანს ეკდო. დიდხანს რავი 7 თუ 8 წელი რაც დრიფტავი დავანები, ეს პრინციპი ეკდო, ათოვდა, აწვიმდა, ზაღლები აფსავდნენ და ცოტა მიჟანგულიც კი იყო. გავაკეთეთ ეს ახალსაბურავებსაც გადავარტყავთ და ეს ულამაზესი შავი პრინციპი ჩაებმება იმ ულამაზეს Raptor-ს. Mustang-საც ახლიდან გადაუბრენდავ, დავამატებ ან ამოვაკლებ, რამე თუ ჭირდება. Raptor-ი აუცილებლად უნდა დავუბრენდოთ, რომ ჩვენ უხეში ტესტ-დრაივის არხის სტილში ლამაზი იყოს, თუმცა ლამაზი ფერია ეს ლურჯი, მაგრამ ეგრე ლურჯი ფერი M4-ის იყო ულამაზესი, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა, რომ შეჯიბზე ყოფილიყო გამორჩეული და ისიც გადაუბრენდეთ. ესე იგი სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, არ ვჩერდებით, ვცდილობთ რომ საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე. აი ამ პირობებშიც კი ჩემ მანქანაზე მიდის მუშაობა, აი ავიცი ხალხი, არავის არ ცალია აქ, ეხლა ყველას თავის გაჭირვება, კიდო რემონტი ან გრევა იქით აქეთ რაღაცეები და ჩვენი მანქანაც მოყვა აი ამ გაუგებრობაში. კიდევ ერთხელ ჩიკოს მიულოცოთ უხეში ტესტ-დრაივისგან ჩვენგან. ჩვენი სიხარული საკმარისი არ არის, ეხლა უნდა გავათამაშოთ 200 ლიტრის საწვავის სუპერი, რომელიც გადმოგცა ვისოლმა. დარჩით, ჯერ არ გადაახვიოთ, ეხლა იქნება გათამაშების ვიდეოც. გადავიდეთ გათამაშებაზე, უმარტივესი წესები გვაქვს. ან ჩვენ ვიდეოს უყურებ, დაალაიქებ, დააკომენტარებ და ავტომატურად იღებ მონაწილეობას გათამაშებაში. ჩვენ ვამოწმებთ, ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, ის ვერ მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას, რამდენი კომენტარის არ უნდა წეროს. ამიტომ არხი გამოიწერეთ, თუ მაინც გვიყურებთ, აი გვერდზე ეს თითი ეს გადაციეთ და subscribe დააჭერეთ. ანუ ძალიან მარტივია. არა რაც ფულს არ იხდის არაფერში, რაღაც 700 ლინკზე არ უნდა გადახვიდეთ. ჩვენ გვიყურებთ, დააკომენტარებთ, არხს გამოიწერეთ და აი ავტომატურად ხვდებით გათამაშებაში. ჩვენ ვათამაშებთ 200 ლიტრს საწვავს სუპერს, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, ვისოლმა გადმოგცა ეს საწვავი და ჩვენს აუდიტორიაში უნდა გავათამაშოთ. ბოლო გათამაშებიდან, ანუ წინათვეს რაც გავათამაშეთ, იქიდან 2 ვიდეო დავდეთ, მესამე უკვე არის ეს და უკვე მესამე ვიდეოში ეგრევე გათამაშება მოუწია. ესე იგი, 2 ვიდეო იყო. ერთი არის ეს M4-ის დასრულება არის Dragster-ის და მეორე იყო Kia Stinger-ი. ორივედან თითო-თითოს ავიღებთ, 2 გამარჯვებული გვეყოლება და 100 litrს გადმოგცემთ. პირდაპირ დავიწყოთ, მოდი, ჯერ Kia-დან ავიღოთ აგერ. გადავიდეთ. იტვირთება კომენტარები, მხოლოდ ერთი კომენტარია საჭირო, რამდენიც არ უნდა წეროთ, აქ user-ს ამოარჩევს, გაფილტრავს და თვითონ ამოაგდებს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 100 ლიტრის საწვავი ჩვენგან. რომელიც გადმოგცა ვისოლმა. Facebook-ზე უნდა მოგწეროთ, მე ვნახავთ, თუ მართლა გამარჯვებულები ხართ, არ მოგწეროთ ხოლმე, სხვებმაც იცით ხოლმე, რამოდენიმეჯერ მოგწერეს, რომ აი მე ვარო გამარჯვებული და მე რო ამოწმებ, აი ამოწმებ, ეგ არ არის გამარჯვებული, მე აქედან წერ კარგი რა, არ ვსალია მაგდენია, ნუ გვატყუებ, მაინც ნახულობ. აჰა, всё. 1810 კომენტარი გაფილტრა. ეხლა დავაჭერთ pick a winner. გიორგებო, ჯიბრები ხარ წარმატებები. რენტორა, შენ მოიგე 100 ლიტრის საწვავი, 100 ლიტრის სუპერი ვისოლისგან, ჩვენგან უხეში ტესტ-დრაივისგან. აუცილებლად Facebook-ზე უნდა მოგწერო, Instagram-ზე, TikTok-ზე, MSN Messenger-ში, Yahoo-ზე და რა ვიცი, Skype-ში არა, მხოლოდ Facebook-ზე და ჩვენ მერე გეტყვით რა დროს უნდა მოხვიდეთ და გადმოგცემთ კუთვნილ საწვავს, რომელიც
მოიგე. ეხლა უკვე მეორე გამარჯვებული უნდა გამოვავნოთ, ეს დავარეფრეშოთ. მეორე უკვე M4 არის. დარეფრეშ და M4 დავაკოპიროთ. ჩავსვათ ისევ აქ. წავიდა. აქაც იგივენაირად გაფილტრავს, ამოაგდებს გამარჯვებულს. ჩვენ გამოვაცხადეთ, მე შევამოწოთ რომ არხი გამოწერილი აქვს იმ გამარჯვებულებს. კომენტარი რა თქმა უნდა წერია, იმიტომ რომ ისე ვერ ამოაგდებდა იმ იუზერს ვერანაირად და ყველაფერი რიგზია 100 ლიტრი შეგიძლია იბაბანოთ, რამდენი ხანიც გაგესწორდებათ და რამდენი ხანიც გეყოფათ. კომენტარები, წერია და წერია. უღრმესი მადლობა ესეთი აქტიურები რო ხართ, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რაღაცით თქვენს გაგახაროთ, საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ, პროექტები მანქანები მოყრილია და მოკლედ ძალიან დატვირთული სეზონი გველოდება. სეზონი კიდე იწყება ერთ კვირაში. ახლა წავიდა 3000, რამდენია? 3595. ეგრევე დავაჭიროთ. ოპა, აქ ხო უეჭველი გულები წერია, შავი გულები მოგვაყარეს. დავით. შეგიძლია მოგწერო Facebook-ზე და შენს გადმოგეცემა 100 ლიტრის სუპერი. გეტყვით, სად უნდა მოხვიდეთ, როგორ უნდა მოხვიდეთ და გადმოგცემთ ჩვენ, მე გადმოგცემთ პირადად ამ პრიზს. დღეისათვის სულ ეს იყო, ამ ვიდეოზე შეგიძლიათ დააკომენტაროთ, იმიტომ ჩვენ კიდევ 200 ლიტრის სუპერი უნდა გავათამაშოთ, რომელიც გადმოგცა ვისოლმა ჩვენს გამომწერებს შორის. ამიტომ შემდეგ თვეშიც 200 ლიტრი უნდა გავათამაშოთ. ამ ვიდეოზე შეგიძლიათ რომ დააკომენტაროთ, ეს ვიდეოს მოხვდება გათამაშებაში და რავი, მხოლოდ კომენტარი და გამოწერა ჭირდება. რაპტორი კეთდება. ჩიკუ ახალი მანქანით არის, მუსტანგიც იხოდება, M4-იც იხოდება, ჩვენს ვიხოდებით, ამინდიც იხოდება, კაროჩე ყველაფერი იხოდება. უხეში სეზონია, უნდა ავაფეთქოთ, ყველგან უნდა ჩავყოთ ცხვირი, უნდა გავუხეშდეთ უარესად. არ ვიცი რა დავამატო, მე მგონი ამ ვიდეოზე დასამატებელი არაფერი არ არის. მოგიწოდებთ კიდევ აქტიობისთვის, ძალიან დიდი მადლობა რომ ესე აქტიურობთ. ჩვენ გვიხარია, ჩვენი мотиваცია არის და აი ამ პროექტებს ვერ გავაკეთებდით, რომ არა თქვენ და ჩვენი ერთგული სპონსორები. რა უღრმესი მადლობა ყველა სპონსორს, ყველა ჩვენ სპონსორ მეგობარს, რა თქმა უნდა თქვენ უღრმესი მადლობა, დააკომენტარეთ და აუცილებლად ავტომატურად მოხვდებით შემდეგ გათამაშებაში. დღეისათვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით. დროებით. Давай. ნახავთ მეორე სირორთავ და იქ მაშინ გათიშა მოცულები. დაკავება აქ იმენა. გეყადავება. ჩვენი შოთა. სალამი.